ბიბლიაში ძაღლი უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სიმბოლური და უარყოფითი მნიშვნელობით. იგი ხშირად აღნიშნავს უწმინდურობას, სულიერ დაცემას, მტრობას, შეურაცხყოფას ან იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც არ აფასებენ წმინდას და ღვთიურ ჭეშმარიტებას. ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებში ძაღლი არ არის წარმოდგენილი როგორც პოზიტიური სიმბოლო და თითქმის ყოველთვის ატარებს ნეგატიურ ან დამამცირებელ კონტექსტს. ბიბლიის სხვადასხვა წიგნში ეს სიტყვა გამოიყენება როგორც პირდაპირი მეტაფორა მტრების, ბოროტი ადამიანების, ცრუმოძღვრებისა და სულიერი სიბინძურის აღსანიშნავად. ბიბლიის ტექსტების აკადემიური და ტექსტოლოგიური ანალიზის მიხედვით, სიტყვა ძაღლი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება დაახლოებით 30-დან 35-მდე მუხლში, ხოლო მთლიანად, ყველა ფორმის ჩათვლით, მისი რაოდენობა დაახლოებით 40-მდე აღწევს. უარყოფითი მნიშვნელობა განსაკუთრებით ხშირია ძველ აღთქმაში, სადაც ძაღლი ხშირად ასოცირდება ლეშის მჭამელობასთან, შეურაცხყოფასთან და მტრების დამცირებასთან, ხოლო ახალ აღთქმაში იგი გამოიყენება სულიერი იგავისა და სიმბოლური გაფრთხილებების კონტექსტში, სადაც აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ სიწმინდეს ან ცრუსწავლებით მოქმედებენ. ანუბისი იყო ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილს, მიცვალებულთა სამყაროს და მუმიფიკაციის პროცესს. მას ხშირად გამოსახავდნენ ადამიანის სხეულით და ჯაკალის ან ძაღლის მსგავსი თავით, რადგან ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ასეთი ცხოველები სასაფლაოებსა და სამარხების ირგვლივ მოძრაობდნენ და ამიტომ ისინი სიკვდილის სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებული. ანუბისი ითვლებოდა მიცვალებულთა დამცველად და მეგზურად, რომელიც სულებს ეხმარებოდა ქვესკნელში გადასვლაში და იცავდა მათ ბოროტი ძალებისგან. მას ასევე მიაწერდნენ მუმიფიკაციის რიტუალების ზედამხედველობას, რადგან ეგვიპტელებისთვის სხეულის შენარჩუნება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სული სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმოდგენის მიხედვით, ანუბისი მონაწილეობდა გულის აწონვის სცენაში, სადაც გარდაცვლილის გული იწონებოდა სიმართლის ბუმბულთან, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა ადამიანი მართალი ცხოვრებაში და სწორედ ამ პროცესში ანუბისი ასრულებდა მსაჯულისა და დამცველის როლს. დროთა განმავლობაში მისი ფუნქციები ნაწილობრივ გადაეცა ოსირისს. თუმცა ანუბისი მაინც დარჩა მიცვალებულთა სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ და სიკვდილის რიტუალების მნიშვნელოვან ღვთაებად ძველ ეგვიპტურ რელიგიაში. ვეპავეტი იყო ძველი ეგვიპტის ღმერთი, რომელიც ითვლებოდა გზების გამხსნელად და ხშირად ასოცირდებოდა როგორც ომთან, ასევე გარდამავალი სამყაროს პროცესებთან, განსაკუთრებით სიკვდილის შემდეგ გზის გახსნასთან. მას ჩვეულებრივ გამოსახავდნენ ჯაკალის ან ძაღლის მსგავსი თავით ან მთლიანად ცხოველის სახით, რადგან ეგვიპტელებისთვის ეს ცხოველი დაკავშირებული იყო უდაბნოს სივრცეებთან, მოძრაობასთან და უხილავ სამყაროსთან. ვეპავეტის მთავარი ფუნქცია იყო გზის გაკვალვა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მნიშვნელობით, რაც ნიშნავდა, რომ იგი წინ მიუძღოდა ჯარებს ბრძოლაში და ასევე მიცვალებულთა სულებს ეხმარებოდა ქვესკნელში უსაფრთხოდ გადაადგილებაში. მას ხშირად უწოდებდნენ გზების გამხსნელს, რადგან იგი სიმბოლურად ხსნიდა ახალ შესაძლებლობებს, გამარჯვებასა და გადასვლას ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ზოგიერთ წარმოდგენაში უეპოუტი ითვლებოდა ოსირისის წინამორბედ ძალად, რომელიც ამზადებდა სივრცეს გარდაცვლილთა სამყაროში მისასვლელად და წესრიგს ამყარებდა ქაოსის წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში მისი კულტით შეერწყა სხვა მსგავს ღვთაებებს, განსაკუთრებით ანუბისის კულტს. თუმცა უეპოუტი მაინც დარჩა ეგვიპტური მითოლოგიის მნიშვნელოვან სიმბოლოდ, როგორც გზის გახსნის, გამარჯვებისა და სულიერი გადასვლის ღვთაება. არგონავტების მოგზაურობის ყველაზე ვრცელ წყაროში აპოლონიოს როდოსელი ახსენებს უცნაურ ნახევრად მხეცურ ტომებს. მიუხედავად იმისა, რომ კოლხეთისკენ მიმავალ გზაზე ძირითადი აქცენტი ამორძალებზე ან ხალიბებზე კეთდება, გვიანდელ კომენტარებსა და მასთან დაკავშირებულ მითებში ძაღლთავიანები მოიაზრებიან შავი ზღვისპირეთის პონტოს შორეულ, ველურ ნაწილებში მცხოვრებლებად. ეზოთერული ჰიტლერიზმი და შავი მზე. ზოგიერთი ნეოწარმართული და რადიკალური ოკულტური ჯგუფი, რომელიც ანტიქრისტიანულ პოზიციაზე დგას, ძაღლს განსაკუთრებით მგელს ან ნაგას განიხილავს როგორც სუფთა სისხლისა და ერთგულების სიმბოლოს. ისინი ამას უკავშირებენ ძველ გერმანულ მითოლოგიას, სადაც ძაღლები მგლები მაგალითად გერი და ფრეკი ღმერთ ოდინის თანამგზავრები იყვნენ. მგლისა და ძაღლის სიმბოლიკა შავ მზეში. შავი მზე წარმოადგენს იმ საკულტო სიმბოლოს, რომელიც ვეელსბურგის ციხესიმაგრის, SS-ის იდეოლოგიური ცენტრის იატაკზეა გამოსახული. ამ ოკულტურ მიმდინარეობაში ძაღლისებრთა კულტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც პირველ რიგში მაქციას ვერვოლფის პრინციპში გამოიხატება. ეს არ იყო მხოლოდ პარტიზანული დაჯგუფების სახელწოდება, არამედ ადამიანის თავის პირვანდელ, ველურ და მტაცებლურ საწყისებთან დაბრუნების იდეა. ამ იდეოლოგიის მიხედვით ქრისტიანობამ ადამიანი მოათვინიერა და დაასუსტა, მგლისა და ძაღლის კულტი კი მასში სწორედ იმ დაკარგულ ბუნებრივ ძალას აბრუნებს. ამ მისტიკურ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს სიკვდილამდე ერთგულების ფენომენი, რაც SS-ის მთავარ დევიზშიც აისახა. ჩემი ღირსება ერთგულებაა. აღნიშნული ლოზუნგი პირდაპირ პარალელს სწავლებს ძაღლის ბუნებასთან, რადგან ეზოთერულ ჰიტლერიზმში ძაღლი მიიჩნევა ერთადერთ არსებად, რომელსაც შეუძლია აბსოლუტური და უპირობო ერთგულება თავისი ბელადის ფიურერის მიმართ. ამგვარად, ცხოველური ინსტინქტებისა და ბრმა ერთგულების სინთეზი ამ მოძრაობისთვის ზეკაცის ჩამოყალიბების ერთგვარ საფუძვლად იქცა. ჯადოქრობა. უილიამ სიბრუკი იყო მკვლევარი, რომელიც რეალურ ოკულტურ სექტებსა და მათ ბნელ პრაქტიკებს სწავლობდა. თავის ნაშრომში ჯადოქრობა
ის აღწერს ეგრეთ წოდებულ ძაღლი ადამიანების რიტუალებს, სადაც სექტის წევრები ტრანსის მდგომარეობაში ძაღლებს ემსგავსებოდნენ და მათ ცხოველურ, პირველყოფილ ძალას სცემდნენ თაყვანს. ეს მისტიკური პრაქტიკა მიზნად ისახავდა ადამიანური ცნობიერების დათრგუნვასა და იმ ინსტინქტური ენერგიის გაღვიძებას, რომელსაც ეს არსებები განასახიერებდნენ, რაც ამ სექტას ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საზარელ ფენომენად აქცევდა ოკულტიზმის ისტორიაში. ბოროტების კულტი. ეს შემთხვევა უფრო კრიმინალურ ისტორიას განეკუთვნება, თუმცა მას აშკარა სექტანტური საფუძველი გააჩნია. ცნობილი სერიული მკვლელი დევიდ ბერკოვიცი ამტკიცებდა, რომ დანაშაულების ჩადენას მას მეზობლის ძაღლი, სახელად ჰარვი აიძულებდა, რომელშიც მისი რწმენით დემონი იყო ჩასახლებული. მოგვიანებით გაჩნდა თეორია, რომელსაც ჟურნალისტი მორის ტერი თავის წიგნში აბსოლუტური ბოროტება იკვლევდა. ამ ვერსიით ბერკოვიცი მარტო არ მოქმედებდა და ის სინამდვილეში ფარული ანტიქრისტიანული სექტის წევრი იყო. აღნიშნული დაჯგუფება ძაღლებს რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდა და მათ დემონურ მაცნეებად მიიჩნევდა, რაც მკვლელობების სერიას არა ფსიქოპათის მანიად, არამედ ორგანიზებული ოკულტური მოძრაობის ნაწილად აქცევდა. ჯორჯ ორუელი. ცხოველების ფერმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ორუელის ალეგორიულ რომანში დიქტატორულ ძალაუფლებას ღორები ფლობენ, ძაღლები წარმოადგენენ იმ ჩაკეტილ სექტას, დამსჯელ რაზმს, რომელიც სისტემას ძალადობისა და შიშის მეშვეობით ამყარებს. ნაწარმოებში ძაღლები პირველივე დღეებიდან იზოლირებულად იზრდებიან, რაც მათ ბრმა მორჩილებისა და აგრესიის სიმბოლოდ აქცევს. ფაქტობრივად, მათ გარეშე დიქტატურა ვერ იარსებებდა, რადგან სწორედ ეს ძაღლური ერთგულება და დაუნდობლობაა ის საყრდენი ძალა, რომელიც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ახშობს და ფერმაში სასტიკ წესრიგს ინარჩუნებს. კლიფორდ საიმაკი, ქალაქი. კლიფორდ საიმაკის ქალაქი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც დედამიწაზე ძაღლების ერის დადგომას აღწერს. სიუჟეტის მიხედვით კაცობრიობა ნელ-ნელა ქრება. ადამიანები ჯერ ქალაქებს ტოვებენ, საბოლოოდ კი საერთოდ წყვეტენ არსებობას. მათ ნაცვლად პლანეტაზე რჩებიან ძაღლები, რომლებსაც ადამიანებმა სპეციალური ოპერაციების მეშვეობით ლაპარაკის უნარი და მაღალი ინტელექტი შეძინეს. ამ ახალ სამყაროში ძაღლებს საკუთარი ლეგენდები და წმინდა ტექსტები გააჩნიათ, სადაც ადამიანი მითიურ არსებად არის ქცეული, რომლის რეალურობისაც ბევრს აღარ სჯერა. ისინი კაცობრიობას აღიქვამენ როგორც ღმერთებს ან უცნაურ უძველეს სექტას, რომელმაც მათ მემკვიდრეობად მთელი ცივილიზაცია დაუტოვა. ამგვარად, ნაწარმოები გვთავაზობს ფილოსოფიურ ხედვას სამყაროზე, სადაც ადამიანური მორალის ნანგრევებზე ძაღლების მშვიდობიანი და ჰარმონიული ეპოქა იწყება. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია. The Process Church of the Final Judgment. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია. 1960-70-იან წლებში მოღვაწე ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სექტაა, რომელიც ხშირად ასოცირდებოდა სატანიზმსა და ანტიქრისტიანულ იდეოლოგიასთან. ამ ორგანიზაციის ვიზუალური იდენტობის განუყოფელ ნაწილს გერმანული ნაგაზები წარმოადგენდნენ. სექტის წევრები ქუჩაში ხშირად შავი მოსასხამებითა და დიდი შავი ნაგაზების თანხლებით ჩნდებოდნენ, რაც მათ მისტიკურ იერსახეს უსვამდა ხაზს. მათი ფილოსოფიის მიხედვით, ძაღლი ძალაუფლების, შიშისა და საბოლოო სამსჯავროს სიმბოლოს განასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუმტკიცებელი ჭორები ძაღლების რიტუალური დანიშნულებით გამოყენების შესახებ, ფაქტია, რომ ამ ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომდროინდელ სატანისტურ ესთეტიკაზე. მათ მიერ დამკვიდრებული სახე. შავი სამოსი და მტაცებელი ცხოველი. დღემდე რჩება ოკულტური მიმდინარეობების ერთ-ერთ მთავარ ვიზუალურ მახასიათებლად. საბოლოო სამსჯავროს პროცესის ეკლესია 1970-იანი წლების შუახანებში დაიშალა, რასაც წინ უძღოდა შიდა განხეთქილება, რის შედეგადაც ორგანიზაციამ სახელი შეიცვალა და განვითარების სრულიად სხვა მიმართულება აირჩია. საინტერესო ფაქტია, რომ ამ საზარელი რეპუტაციის მქონე სექტის ნარჩენებისგან ჩამოყალიბდა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოზიტიური საქველმოქმედო გაერთიანება. ცხოველთა საუკეთესო მეგობრების საზოგადოება Best Friends Animal Society. მათ სრულიად უარყვეს ძველი მისტიკური იდეოლოგია და თავიანთი რესურსები თუ ენერგია მთლიანად ცხოველების გადარჩენის, მათი დაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართეს, რითაც რადიკალურად შეცვალეს საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობა. იატაკქვეშა და კულტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური ორგანიზაცია ოფიციალურად აღარ არსებობს, მისი იდეები და სიმბოლიზმი იატაკქვეშა კულტურაში დღემდე ცოცხლობს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ნეოპროცესორების გამოჩენა. მცირე ოკულტური ჯგუფებისა, რომლებიც სექტის რიტუალებისა და ფილოსოფიის აღდგენას ინტერნეტ ფორუმებსა თუ დახურულ გაერთიანებებში ცდილობენ. პარალელურად, ბევრი თანამედროვე სატანისტური ორგანიზაცია აქტიურად იყენებს მათთვის დამახასიათებელ ვიზუალურ სტილს, რაც შავი ნაგაზების, შავი მოსასხამებისა და სპეციფიკური მისტიკური სიმბოლიკის გამოყენებაში გამოიხატება. ეს ესთეტიკა განსაკუთრებით პოპულარულია პოპ კულტურასა და მძიმე მუსიკის, კერძოდ ბლეკ მეტალის სუბკულტურაში, სადაც ძაღლის როგორც ბოროტების მაცნესა და იმქვეყნიური ძალების სიმბოლოს კულტი დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ამგვარად, სექტის მემკვიდრეობამ ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვე ოკულტურ თუ მუსიკალურ მიმდინარეობებში ჰპოვა ასახვა. მიხეილ ბულგაკოვი, ძაღლის გული.
მიხეილ ბულგაკოვის ძაღლის გულში მთავარი აქცენტი გადატანილია იმ საზარელ ექსპერიმენტზე, რომლის შედეგადაც ძაღლი ადამიანის სხეულში გამეფდა და საკუთარი წესების დამყარება დაიწყო. ამ პროცესის იდეალურ განსახიერებას პოლიგრაფ შარიკოვის პერსონაჟი წარმოადგენს, რომელიც ოპერაციის შემდეგ გარემოცვაში ძალაუფლების მოპოვებასა და თავისებური იერარქიის შექმნას ცდილობს. მისი ქცევა და დამოკიდებულება გარესამყაროსთან ერთგვარ სოციალურ სექტანტიზმს ჰგავს, სადაც ცხოველური ინსტინქტები და ახალი სოციალური იდეოლოგია ერთმანეთს ერწყმის. შარიკოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს იმ ტრაგიკომიკურ და საშიშ შედეგებს, რაც ბუნებრივი წესრიგის ხელოვნური დარღვევითა და ძაღლური ბუნების ადამიანურ ამბიციებთან გაიგივებით მიიღება.